იცი როგორ კერავდნენ ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს? დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც პროკურატურას საქმის დალაგებას ისე პირდება, როგორც ეს პროკურატურა სჭირდება. იცი როგორ გამოვიჭირეთ ეს კაცი? მეგობარს პროკურატურის გამომძიებლის სახელით დავარეკინეთ. დანარჩენს თვითონ მოისმენთ. ბატონი ალეკო ბრძანდებით? მე კახა მომცა თქვენი ნომერი თავაძემ პროკურორმა. დიახ, ეს უცხოელებთან დაკავშირებით, მოკლედ ეს ირაკლი ვარ, მე სუთიძე გამომძიებელი. ხო და აი უცხოელებთან დაკავშირებით, მოკლედ ისე გადაწყდა, რომ ჩვენთან არ გვინდა პროკურატურაში, გვინდა რომ იქით მოგიყვანოთ. პროკურატურაში არ გვინდა, ისე გვინდა რომ შეგახვედროთ სადმე. კი ბატონო და ბატონო ალეკო ეხა როგორც ყოველთვის პროკურატურის პოზიცია და იმედი გვაქვს რომ არ გვიღალატებ და ისე როგორც საჭიროა ისე იქნება ყველაფერი. აი შემოგევლეთ. აბა ხვალამდე ხვალ დაგირეკავ. 12 საათისთვის ასე. კარგით, ხელის ბანს აბა თქვენიც მაგით. ეს არის პასუხი ყველა კითხვაზე. როგორ იკერება საქმეები, როგორ იქნება მტკიცებულებები, როგორ იწერება ექსპერტიზის დასკვნები. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ბაჩუ ახალაიას ისტორია. ექსპერტი გეჯაძე მონაწილეობდა გიორგი შაქარაშვილის საქმეშიც, სადაც მთელი გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ვერსიის გამხმოვანებელი იყო. ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ასევე მონაწილეობდა ლექსო ლაშქარავას საქმეშიც.